ერთიანი ეროვნული გამოცდები ფიზიკაში 2021 წელი მეორე ვარიანტი ამოცანა ნომერი 2. ემასის სხეული მოძრაობს r რადიუსის წრეწირზე მუდმივი ომეგა კუთხურის სიჩქარით და ვეკითხებია რა მუშაობას ასრულებს სხეულზე მოქმედი ტოლქმედი ძალა პერიოდის მეოთხედში. მოცემული გვაქვს რომ ემასის სხეული r რადიუსიან წრეწირზე მოძრაობსო ომეგა კუთხურის სიჩქარით და გვაინტერესებს ძალთა ტოლქმედის ამ სხეულზე მოქმედი ძალთა ტოლქმედის მიერ შესრულებული მუშაობა t უდრის პერიოდის მეოთხედ დროში. კი ბატონო. ესე იგი, ჩვენ უნდა გამოვთვალოთ რის თოლი არის a მუშაობა. გაიგეთ, რომ წარმოვიდგინოთ სიტუაცია, ავიღოთ წრეწირი და ახლა დავუშვათ მაგალითად, რომ დროის საწყის მომენტში ეს ჩვენი სხეული იმყოფებოდა რაღაც პირველი წერტილი იყოს ეს იყოს ემასის სხეული და რადგანაც ახლა ჩვენ განვიხილავთ მოძრაობას წრეწირზე, თანაბარ მოძრაობას, ხო? ამ შემთხვევაში ეს ჩვენი სიჩქარე მიმართული იქნება ამ წრეწირის ხების გასწვრივ, ხო? და იმ დროს, რა დროშიც ეს ჩვენი ემასის სხეული ერთ სრულ ბრუნს შეასრულებს, ერთ სრულ წრეწირის სიგრძის ტოლ-მანძილს გაივლის, რა დროშიც გაივლის, მაგას უწოდებთ პერიოდს. შესაბამისად, პერიოდის განმავლობაში თუ ერთ სრულ ბრუნს აკეთებს ეს ჩვენი ემასის სხეული, მაშინ პერიოდის მეოთხედში ეს სხეული აღმოჩნდებოდა წრეწირის სიგრძის მეოთხედ ნაწილში, აი აქ, ხო? ეს იყოს მეორე წერტილი. და ის ემასის სხეულზეა საუბარი და აქაც ანალოგიურად სიჩქარე იქნება მიმართული აი ამ წერტილში გავლებული ხების გასწვრივ. ასე. და ეხლა ამ სხეულზე მოქმედებს ცენტრისკენული ძალა, რომელიც ამ ემასის სხეულს ანიჭებს რაღაც ცენტრისკენულ აჩარებას. ესე იგი, ეს ცენტრისკენული ძალა მიმართული არის ცენტრისკენ. ასე, ესე იგი, ეს არის F ცენტრისკენული დავწეროთ, F ცენტრისკენული არის MA ცენტრისკენულიც და ანალოგიურად აქაც აქ ამ წერტილში მოქმედი ცენტრისკენული ძალაც მიმართული იქნება ცენტრისკენ და აქაც სიდიდით F ცენტრისკენული ტოლი არის MA ცენტრისკენული. ახლა ბუნებრივია ეს ცენტრისკენული ძალები მიმართულებით განსხვავებულია, მაგრამ სიდიდით რა თქმა უნდა ერთმანეთის ტოლი არის. აქ იყოს ცენტრი და ეხლა სიჩქარე, როგორც ვთქვით, ხების გასწვრივ არის მიმართული და გამომდინარე იქიდან, რომ სიჩქარე, ისევე როგორც სიჩქარე, ასევე გადაადგილებაც დროის ყოველ მცირე მონაკვეთში მიმართული არის ცენტრისკენული ძალის მართვ სიბრტყეში, ანუ სიჩქარის ისევე როგორც გადაადგილება, მოდი ვექტორების დავუწეროთ ამ ორივეს, მართული არის F ცენტრისკენულის და ეს ახლა რაში გამოგვადგება ჩვენ ამის ცოდნა. ჩვენ თუ ჩავწერთ მუშაობას ამ ცენტრისკენული ძალის მიერ შესრულებულს, ეს ტოლი იქნება ცენტრისკენული ძალის ნამრავლის, სკალარული ნამრავლის გადაადგილებაზე. ეხლა გამომდინარე იქიდან, რომ გადაადგილება და ცენტრისკენული ძალა ერთმანეთის მართობული არის, შესაბამისად ეს ტოლი იქნება F ცენტრისკენული მეორე მხრივ S კოსინუს ალფასი და მართობულობა განაპირობებს იმას, რომ ალფა 90 გრადუსი არის, ხო? შესაბამისად კოსინუსი ახლა 90 გრადუსი ნულის ტოლი არის, ეს იქნება ნულის ტოლი და გამოვიდგინოთ ჩვენ, რომ მუშაობა ტოლი ყოფილა ნულის. შესაბამისად საბოლოოდ თუ დავწერთ პასუხს, მუშაობა ამ შემთხვევაში გამოვდის ნული. შესაბამისად პასუხი იქნება A.